ადოლფ ჰიტლერს შვილები არ ყავდა. იოსებ და მაგდა გებელსებმა თავი მოიკრეს. მანამდე კი ციანიდის კალიუმით მოწამლეს საკუთარი შვილები. როგორ წარიმართა სხვა ნაცისტი ლიდერების შთამომავლების ცხოვრება? რას გრძნობდნენ ისინი, როცა გაცნობიერეს, რომ სასტიკი მკვლელების შვილები და შვილიშვილები არიან? იყო ჰიოსი, განაჩენია და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ბაბუა, მამა თუ მე, რადგან სასჯელს ვერც ერთი ვერ გავიქცევით. წარსულს ვერ ივიწყებს რაინერ ჰიოსი, ცნობილი ჯალათის რუდოლფ ჰიოსის შვილიშვილი. მამა ჩემი ჩამოახრჩვეს, მე კი თითქოს სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე პასუხი უნდა ვაგო იმაზე, რაც არ ჩამიდენია. სინანულით ამბობს ნიკოლას ფრანკი, პოლონელ ყასაბად წოდებული ჰანს ფრანკის შვილი. ერთ-ერთი მდიდრული წვეულების დროს ჰანს ფრანკი ფეხზე წამოდგა და სტუმრებს ხუმრობით უთხრა: ჩემს ასტროლოგს თუ დავუჯერებთ, ვარსკვლავები კარგს არაფერს მპირდებიან, სიკვდილი კი საზარელი მექნება. წინასწარმეტყველება რამდენიმე წელიწადში ახდა, როცა ჰანს ფრანკი უფროს შვილთან, ნორმანთან ერთად სიამაყით შეხვდა ამერიკელ ჯარისკაცებს. მე ერთადერთი ვარ, ვინც კარგი განწყობით ელოდება დაპატიმრებას. სასამართლოს აუცილებლად გადავცემ ჩემს ღიურებს, სადაც ყოველი დღე დეტალურად მაქვს აღწერილი. მიხარია, რომ ჩანაწერები შემოვინახე და არაფრის მეშინია უთხრა შვილს და სახლში გაუშვა. ამერიკელ ოფიცრებს კი ის დღიური გადასცა, რომელიც მისი აზრით ალიბი უნდა გამხდარიყო. სინამდვილეში კი დეტალურად აღწერილმა დანაშაულებებმა სწორედ მის წინააღმდეგ იმუშავა. არ მესმის, რატომ ეგონა, რომ დღიური მის დანაშაულს შეამსუბუქებდა ბოლოს და ბოლოს. ის ხომ იურისტი იყო. გაკვირვებით იხსენებს ნიკოლასი, ჰანს ფრანკის უმცროსი ვაჟიშვილი. ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული 1940-45 წლებში პოლონეთის გენერალ-გუბერნატორი ჰანს ფრანკი ოკუპირებულ პოლონეთში უზარმაზარ ციხე-სიმაგრეში ოჯახთან, დაცვასთან და მოსამსახურეებთან ერთად ცხოვრობდა. გერმანიაში უმაღლესი რანგის ჩინოვნიკის სპეცმატარებლით მგზავრობდა, რომელსაც არავინ აკონტროლებდა და მასაც თავისუფლად გადაჰქონდა პოლონეთში ნაძარცვი ქონება. მისი მეუღლე ქალბატონი ფრანკი კი ამასობაში ადგილობრივ გეტოებს სტუმრობდა და დიდარ ებრაელებს ძვირფას ქურქებს, სამკაულს და ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა. მამას კაბინეტში ლეონარდო და ვინჩის სტილოები ეკიდა ირონიით ამბობს ნიკოლასი, რომელიც ნოსტალგიის გარეშე იხსენებს ბავშვობას. მის მშობლებს არასოდეს ყვარებიათ ერთმანეთი. განქორწინებასაც კი აპირებდნენ, თუმცა ჰიტლერმა აუკრძალა და ისინი ციძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ ფიურერის ბრძანებას. მამაჩემს ჰიტლერი უფრო უყვარდა ვიდრე საკუთარი ოჯახი. მან მართლაც დაიმსახურა, სიკვდილით დასჯა და ნიურნბერგში რომ არ გაესამართლებინათ, ალბათ მე თვითონ მოვკლავდი. სინანულის გარეშე ამბობს ნიკოლასი. საზოგადოების ყურადღება სტერნის სტაჟიანმა რეპორტერმა ნიკოლას ფრანკმა წიგნის მამა ანგარის სწორება გამოცემის შემდეგ მიიპყრო. სადაც ის საკუთარ მამას სიძულვილით იხსენებდა და პოლონელ ყასაბს მშიშარა და ანგარებიან სასტიკ და უნებისყოფო, ძალაუფლებაზე შეშლილ ადამიანად ახასიათებდა. უმცროსი ფრანკის განცხადებით, მამას არც ერთი დადებითი თვისება არ ჰქონდა. მის სიმხდალეს კი საკუთარ თავშიც გრძნობს და ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ სძულს. 1980-იან წლებში ფრანკის წიგნმა უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. ხარდაჭერა ნაკლები იყო, რადგან გერმანელებმა უარი უთხრეს შვილს მამის გასამართლებაზე. საყვედური მიიღო ნიკოლას მაახლობლებისაგან. არ ღირს წარსულის ქექვა. ხშირად ეუბნებოდნენ ბავშვობაში. წიგნის გამოსვლის შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ზურგი შეაქციეს, რადგან მან პირობა დაარღვია და მშობლების სიყვარულს უღალატა. მამა ჩემი ჩამოახრჩვეს, მე კი თითქოს სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე პასუხი უნდა ვაგო იმაზე, რაც არ ჩამიდენია, ამბობს ნიკოლასი, რომელმაც დღემდე ვერ დაძლია მამის სიძულვილი და შვილიშვილების ფოტოებთან ერთად ყველგან თანატარებს ჩამომხრჩვალი მამის შავ-თეთრ ფოტოს. არ გაუმართლათ ფრანკის დინასტიის სხვა წარმომადგენლებსაც. ნორმანმა, რომელიც მამას ყველაზე მეტად უყვარდა, ნიურნბერგის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა: მე ნაცისტი დამნაშავის შვილი ვარ და არ მაქვს შთამომავლობის გაგრძელების უფლება. მან პირობა შეასრულა, სრულ მარტაობაში გარდაიცვალა, მანამდე კი არგენტინაში ცხოვრობდა, სადაც ჯერ მუსიკალური ინსტრუმენტების საწყობის უფროსად მუშაობდა, მერე კი ტყვიას მოიპოვებდა მაღაროში. საკუთარ წარმომავლობას რა თქმა უნდა იქაც მალავდა, რადგან არგენტინაშიც ისევე სძულდათ ნაცისტები, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ბრიგიტა 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მან თავი მოიკლა, რადგან ბავშვობიდანვე უცნაური მანია ჰქონდა. არ უნდა დაოდესმე მამაზე უფროსი ყოფილიყო. ჰანს ფრანკი კი სწორედ 46 წლის ასაკში დასაჯეს სიკვდილით. თავისი აჩემება ჰქონდა უმცროს მიხაილსაც. ბავშვობაში სილამაზით გამორჩეულმა ზრდასრულ ასაკში უკონტროლოდ დაიწყო რძისმა და დღეში სულ ცოტა 10 ლიტრს მაინც სვამდა.
ექიმების კატეგორიული აკრძალვის მიუხედავად მიხეილი შეპყრობილებით აგრძელებდა ჭარბი ცხიმის მიღებას, რამაც ჯერ წონაში მომატება და სრული ფიზიოლოგიური გადაგვარება მერე კი გარდაცვალებაც გამოიწვია. თავად ფრანკი კი გერმანიის ჩრდილოეთში საკუთარ სამსართულიან სახლში ცხოვრობს. ის ფერმერობითაა გატაცებული და ყველაფერს აკეთებს, რათა საუკეთესო მამა და ბაბუა იყოს. ერთადერთი ქალიშვილისა და მრავალრიცხოვან შვილიშვილებისთვის.